როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს სექტის წარმომადგენლებთან, როცა ხშირი ურთიერთობა გიწევს, არის ნათესავი ან მეზობელი. როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს და უნდა სიყვარულით მოექცე, ესე იგი. შენ ის ადამიანი კი არ უნდა გძულდეს, ან რაღაცა ცუდად კი არ უნდა იყო მის მიმართ განწყობილი, არამედ მისი ცდომილების მიმართ. და ამ თემაზე თუ მას არ სურს საუბარი, არც უნდა ელაპარაკო. და არ უნდა ელაპარაკო კიდევ მაშინაც, როდესაც ჯერ მე არ ვიცი ჩემი სარწმუნოების შესახებ კარგად და მტკიცე არა ვარ, მას არ უნდა ველაპარაკო. იმიტომ რომ ყველას არ აქვს ღვთისგან ამისი ლოცვა კურთხევა, რომ სხვას ელაპარაკოს. იცი რატო შეიძლება მოხდეს ისე, რომ შენ თავად დაეჭვდე შენს რწმენაში. ამიტომ ეს ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუ დაუშვათ რომელიმე ადამიანი არის ისე, რომ მოძღვარმა შეატყო, რომ შენ შეგიძლია რომ სხვას რაღაც უთხრა, მოძღვარი ეტყვის, რომ კი ბატონო, შენ აუხსენი. იმიტომ რომ შენ გატყობს, რომ იცი უკვე რაღაცა შენი რწმენის შესახებ. თუმცა არ შეიძლება რომ ვიღაცა ზემოდან უყურა, მე ქრისტიანი ვარ და შენ არაფერი არ იცი. ეგეთი დამოკიდებულება არ შეიძლება. პირიქით, თუ ის შენგან რაღაცას მოელის, რომ აუხსნა და შეკითხვები აქვს, შენ უნდა იცოდე შენი რწმენის შესახებ, ოღონ მშვიდად უნდა აუხსნა, არა გაღიზიანებით, არა ქედმაღლობით, არა საყვედურის ტონით, იმიტომ რომ ხდება ხოლმე სამწუხაროდ და გადი და შემოიღო. საყვედურის ტონით, არამედ სიმშვიდით უნდა აუხსნა და შეიძლება შენ სიტყვებზე მეტად შენმა სიმშვიდე იმოქმედოს იმ ადამიანს. თუ შეიძლება ძალიან კარგი რამეც უთხრა, მაგრამ გაღიზიანებით და შენ სიტყვებს არავინ არ მიაქცევს ყურადღებას.